მოგესალმებით, ჩემო ტკბილო ხალხო, ჩემო მოაზროვნე ხალხო, ჩემო შორს მჭვრეტელო ხალხო. თქვენთვის ერთი პატარა ვიდეო უნდა ჩავწერო რა. თუ არ ვიაქტიურეთ და თითოეულმა ჩვენთაგანმა თუ არ დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი. სააკაძემ როგორც გადაატეხინა პაატას ისრები, სათითაოდ ისე გადაგტეხავენ. ერთ მუჭად შეკრულებს უკვე ამას ვეღარ ვერც გაგვიბედავენ და თუ გაგვიბედავენ ვერ გაგვტეხენ. ეხლა მინდა გამოვეხმაურო აი იმ უნივერსიტეტების თემას რა. მე მაქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა. ჩემს მეუღლეს აქვს დამთავრებული ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით არის ფარმაცევტი. ჩემი ლექციები, ძირითადი ლექციები ტარდებოდა ჯავახიშვილის მეორე კორპუსში, ჩემი მეუღლის ტარდებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასული რომალის. და დავიწყეთ ოჯახში ლაპარაკი და მეთქი გოგო რა ხდება ამ უნივერსიტეტებზე მეთქი და ნახეო და ჩემო მიბრუნდა და იცი რა მითხრა, შენ კიდევ არ იციო რამხელა ბაზა აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აი ვაშლი ჯურამდე გინა იქიდან გამოყევი, გინა იმხელა კორპუსები აქვს, იმხელა ბაზა აქვს. რო ფულად აქცევენ მაგ ტერიტორიების, აი ბიზნესის კვალს ხედავ მათ რა. არ ვიცი, გადააწყობენ ამათ რაღაც კონკრეტულ ადგილზე და ეთყობა ამ ეს კორპუსები ისეთ ადგილზეა, რომ ხო უკვე ამოწურეს, სად რა აშენონ, სად რა გაყიდონ უკვე ფულის გამო. აი მე ერთ რაღაცას გეტყვით რა. ხო არსებობს, რომ ადამიანს აქვს რაღაცის ავადმყოფობა, ზოგი ღმერთმა გვაშოროს და ზოგი პედოფილია, ზოგი რა ვიცი რა არის, ხო? ზოგი რაღაცის მიმართ არის მიდრეკილი, მოპარვის მიმართ არის მიდრეკილი, რო არ მოიპაროს არ შეუძლია, ცუდად გახდება. ზოგი ვეგეტარიანელია, ხორცს არ ჭამს. და ასე ხო ადამიანს აქვს რაღაცა ზოგის შინაგანი მე არაზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს, ზოგს იმისკენ აქვს მიდრეკილება, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგს. მე მინდა კონკრეტულად არ შევეხო არავის, მაგრამ გაკვირვით თქვა, ეხლა პოლიტიკაში არ არის კაცი და თუ მაგის გამო ეხლა ვინმე კიდევ ჩემ ოჯახს დაემუქრება, პირდაპირ სააშკარაოზე გამოგიყვანთ რა, არის მუქარები და იმიტომ გეუბნებით რა. აი ბიძინა ივანიშვილი არის შეპყრობილი ფულის შოვნის მანიით. ფულის შოვნის გამო მაგას შეუძლია ნებისმიერ საქმეზე წასვლა. ანუ ფულის შოვნა როგორ რო იყოს მილიარდელები, აი ფულის შოვნის მანიით რა, მილიარდელებს შორის და არ დაგიდევთ არაფერს. სამშობლოს ჩააბარებს, სამშობლოს გაყიდის. ეხლა ვამბობდი მე, რომ მოდი არ ვიტყვი მეთქი, რომ ვიღაცამ ინტრიგანად არ გამომაცხადოს და ეხლა ამ წუთას რო ეს ბიზნესის კვალს ხედავ მეთქი აქ და ეხლა ერთი ქალბატონი იყო, ეხლა უყურებდი გადაცემას და მე-7 კორპუსიო გაყიდული აქვს თუ რა, კონტრაქტი ეჭირა ხელში. 100 მილიონზე თუ რაღაცაზე, 100,000-ზე თუ რაღაცაზე ელაპარაკი. გამიგე? რაღაცა თანხაზე არ ვიცი რა. და მე ვთქვა, ესე იგი მარტო ჩვენ არ ვფიქრობთ ესე, სხვაც ფიქრობს და მოდი დავაფიქსიროთ ეს აზრი, რომ იმ აზრს მხარი აუბათ და მხარს მხარი მივცეთ და რაღაცა უფრო ერთ მუჭად შევკრათ ეს აზრები და გამოვიტანოთ დასკვნები ჩვენი, რაც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ინტელექტს აზიანებს. აი მე რომ მარტივად აგიხსნათ, ეს არის ინტელექტის კონკურენცია სხვადასხვა უნივერსიტეტები. აი ვინც ბიზნესმენები ხართ აგიხსნით, აი რო იყოს ქვეყანაში მარტო ორი ნაბიჯი მარკეტები, ორი ნაბიჯი და შეიერთოს ყველაფერი, არც მაგნიტი იყოს, არც არაფერი არ იყოს, ის როგორც უნდა აი ესე დაალაგებს ფასებს და
დედას გვიტირებს რა ამ კოღოს აი კოღო როგორც გაზის ვენაზე ხელზე და სისხლწოს ისე ამოგწოს ხო ის ერთ პიროვნულად ბიზნესი ხო ჯერ ისე რა გვაქვს ქართულ ხალხს ხო და ესია რა და მით უმეტეს როცა ინტელექტს ეხება საქმე და ეს ინტელექტის კონკურენცია ყოველთვის უნდა იყოს ქვეყანაში როგორ შეიძლება ჰარვარდი პენსილვანია კემბრიჯი ესენი გააერთიანო მე ხო აღარ იქნება ის კონკურენცია ერთი მეორეს ეჯიბრება მეორე მესამეს ეჯიბრება რომ ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ და ამ ინტელექტთა კონკურენციით უფრო წინ მიდის ეს სწავლა-განათლება ეს ინტელექტი მე უფრო წინ მივდივართ განვითარებისთვის კონკურენცია აუცილებელია უამისოდ ხდებით ვიღაცაზე დამოკიდებული ჩლუნგები თავზე მოხვეული იმით განვითარებით ვითომ განვითარებით არ ვითარდებით მაგდროს განვითარება ხდება ერთადერთ შემთხვევაში როდესაც არსებობს ძლიერი კონკურენცია ეხლა გიხსნით მონადირეებს ეხლა წარმოიდგინეთ შეიძლება ბელგიური ბრაუნინგი და რუსული ბაიკალი სტოპი ხო შეიძლება მეტალით სხვაობა არ იყოს ერთი და იგივე ხარისხი იყოს მაგრამ შე რომ მოდი ახლა ეს უნდა გავაერთიანო ვიღაცამ თქვას და რაღაც ბაიკალ ფრენჩი ესე იტალიურა ბაიკალ ფაბარმი ან ეგეთი რაღაცა დაარქვა გამოვლენ რაც სოფლიოში მონადირეები არიან და ლულებს გადაგაყუნებენ თავზე როგორ შეიძლება ეს ისტორიაა ჯავახიშვილიც ჯავახიშვილი რუსეთმა დახვრიტა ჯავახიშვილი იყო ის ერთ-ერთი თერგდალეულთაგანი ის ილია გინა ვინგინდას ყველა მოგვიკლეს ესენი იყვნენ ქვეყნის ინტერესების გამტარებლები ქვეყნის პატრიოტების გამტარებლები ეს გოცირიძე და ეგენი რომლებიც აი საფრანგეთის წყალგაყვანილობაც მაგათი გოცირიძე იყო რომელი იყო მაგათი დაპროექტებული არის მაგათი დაპროექტებულია რა ზუსტად შეიძლება რაღაც შემიშალოს მაგრამ ანუ როგორ გითხრათ ეს არის ისტორია რა არის ახლა ისტორია არის სიყვარული ისტორია ეს სიყვარული განვლილი ცხოვრებისადმი და მაგალითი ეს მაგალითს გვაძლევს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში ვინ უნდა გვიყვარდეს მტერი როგორ გავარჩიოთ მოყვარისაგან და ასე შემდეგ ეხლა თუ ჩვენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აერთიანებთ ჯავახიშვილსაც ვაფშე ცოტა ხანში ამოიღებენ ისტორიიდან ამოიღებენ ვინც კი რუსეთმა დაგვიხრიტა და მოგვიკლა ყველას სამშობლო სიყვარულისთვის თავისი ჩვენი აი თავის სამშობლო რო უყვარდათ ქართველებს ისეთები დაგვიხოცეს საქართველოს და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირულებს სულ ყველას ამოიღებენ ისტორიიდან ისინი იყვნენ აგენტებიო გვეტყვიან მომავალში მერაბ კოსტავას ავარია მოუწყო რუსეთის სპეცსამსახურებმა და მოკვდა კაცი ავარია მოუწყეს იცით აი ვიცი როგორ გითხრათ საშინელი რაღაცა ხდება რა არ შეიძლება ამ სასწავლებლების შეერთება აი ხა კიდე ის მეორე საკითხი მარტო ამ საკითხით ნეტა მარტო ეს პრობლემა იყოს და რაღაცნაირად დავდგებოდით ყველა მხრიდან გვიტევს მტერი ეხლა ავიღოთ ამ სასულიერო პირებზე სამცხი ჯავახეთის ერთ-ერთ მოდელზე რო იყო ეხლა ფორმულამ გააშუქა მოდელი ანუ თავის მრევლს ქალბატონებს ღმერთის სახელით ესაუბრებოდა და ეუბნებოდა რომ ეს საიდუმლოება არ გასცე ეს ახსარების საიდუმლოება და ტუჩებშიც უკოცნია და დუნდულებზეც მოусვია ხელი და ამაზე დასაჯა საპატრიარქომ ერთი წელი ვითომ და ისევ აღადგინეს მღვდლად მღვდელს რომელსაც ჯვარი უპყრია ხელთ ჯვარი და ღმერთის სახელით გელაპარაკება იმან რომ და ის რომ თავის მრევლს ბოდიში ეხლა და უკანატანზე ხელს მოусმევს და კოცნას დაუწყებს და ინტიმურ ურთიერთობებს დაუწყებს და ეტყვის რომ თან ეს ყველაფერი საიდუმლო შეინახოს
ამ ადამიანის მღვდლობა ისევ აღდგენა მღვდლობაში როგორ შეიძლება ხალხო. ეს დოროთე ყურაშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა და ეგრევე განკვეთეს. და ამის შემთხვევაში იმ დაზარალებულ ქალებს ეუბნებოდნენ, რომ ესე უცბათო ზნეობის კომისიის ისა შეკრებაო არ ხდებაო, ძნელიაო. მაგრამ დოროთე ყურაშვილმა და ილია თოლორდავარვარი ეგერი გააკეთეს, აქციებზე იდგნენ პოლიტიკური განცხადება, როგორ დავარქვა სამშობლოსადმი სიყვარული გამოხატეს და ხალხს დაუდგნენ გვერდში და ეგრევე შეკრიბეს. უცბად მოაბეს ამ კომისიის შეკრებას თავი და უცბად გააჩერეს. რო უყურებ მაგათ გარჩევებს, როგორ ქუჩური გარჩევები რა, ეგრე აჩერებენ რა. ერთმანეთს სტატუსებს აძლევენ, იერარქიებს აძლევენ. მე პირადად მინდა გითხრათ, რომ მე არ ვიძახი იმ მღვდლებზე, მაგალითად ლაგოდეხში ყავს ერთი ნიკოლოზი, აი იცი როგორი კაცი არის, აი სულში ჩაიხუტებ. მე იმას რახა მღვდელია, იმიტომ კი არ ვცემ პატივს. იმიტომ ვცემ პატივს, რომ ის არის წესიერი. მე მისი წესიერების გამო ვცემ მას პატივს. და აქედან გამომდინარე მე მჯერა მისი მღვდლობის და მისი შუამდგომლობის უფალთან. და როდესაც სამღვდელოებაში ეს სასულიერო პირი მიდრეკილია, რომ ყავდეს ძვირადღირებული ჯიპი, ხელში ეკავს განა უბრალო ჯვარი რა, ოქროს ჯვარი, ოქროს სამოსი, ოქროს გვირგვინი ედგას და იყოს ჩინიანი მღვდელი, ის უკვე ღმერთთან ახლოს საერთოდ არ არის. დღეს ისეთი სიტუაცია არის შექმნილი ქვეყანაში, რომ ანუ იმ კეთილმრევლს, იმ წმინდა და სუფთა ადამიანებს, რომლებსაც უფლის სჯელას და უფალი არსებობს, რა თქმა უნდა, უფალმა შექმნა ეს სამყარო. აბა ვინ შექმნა? აი ხა ერთ მაგალითს მოგიყვან თუ უფალი რო არსებობს იმის გამო, რომ თქვენ ეს გაგაგებინოთ. ავიღოთ ფუტკარი და ფუტკრის ცხოვრება. ფუტკარი რო ჩნდება, ეს ხო არის მწერი, რომელიც ჩნდება თუ არა იმან იცის თაფლი როგორ მოიპოვოს, ოჯახი როგორ შექმნას, როგორ როგორ აკეთებს, სადაც თაფლს იქ და მთელი ისა აქვს ამას. ეს დაბადებიდან იცის. გამიგეთ? ადამიანმა შეიძლება შექმნას რობოტი, მაგრამ იმას ჩიპს ჩაუწევს და ჩაუდებს twin-ში. მაგრამ შექმნილ რობოტს თუ არ ჩაუწერე და ჩაუდე თავში, იმან არ იცის რა გააკეთოს. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო. სხვას არ ძალუძს ამ ყველაფრის შექმნა. მოდი შექმენი ადამიანო, მოდი შექმენი, შენ თუ დნმ არ აიღე, მოდი შექმენი ადამიანი ვერ შექმნი. შენ შეიძლება კლონი გააკეთო და ნიმუში აიღო ღმერთისგან შექმნილი ან არსებისგან, ან ადამიანისგან, ხო? შეიძლება ნიმუში აიღო და კლონი გააკეთო, მაგრამ ისე რომ დამოუკიდებლად შენ შექმნა ადამიანი, ამის უნარი არ გაგა. ანუ შენ არ ხარ მძლეთამძლე. ეს არის ზეციური ძალა, რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. ღმერთი ქადაგებს თავდაბლობას. ხო? და კიდე რო არის კიდე ესეთი რაღაცა, რომ ამ ბლოგერებს და იმათ გამოვლენ სასულიერო პირები და ესეთი ის არის რა. ესეთ ქადაგებენ, რომ აიო სიკეთეს რო აკეთებო, ამასო გაფიშირება არ უნაო და იმაშიო რა, ლაივების გადაღება და ისაო. ეს ხალხი პირდაპირ გადის ლაივში და სთხოვს დახმარებას, ზოგი ემიგრაცია უფრო ძირითად როლს თამაშობს, ურიცხავენ, თითო ევროც რო ჩაურიცხონ, უკვე იმხელა თანხა გროვდება, რომ მიდიან მერე და ოპერაციას უკეთებენ. თქვენი აფიშირებული სიკეთე მანახეთ მღვდლებს გეუბნებით, აბა, ისე ფოფოდი 100,000-იანი და 200,000-იანი ჯიპებით რო დადიხართ. მოდი დამანახეთ ერთხელ რომ ვისმეს ოპერაცია გაუკეთეთ, ვისმე სახლი აუშენეთ, ვინმე თურქეთში გადააფრინეთ და უმკურნალეთ. გამიკეთეთ, აფიშირება გამიკეთეთ. ანაფორებით თქვენ კი არ უნდა გეცოთ. აი ბლოგერებს უნდა ეცვათ უკვე იმ დონემდე დახვედით რა. ფულში იხჩობით, ოქროში იხჩობით. რადგინათ ეს ყველაფერი ხალხო? ძალიან ცუდი განსაცდელი გელოდებათ თქვენ რა. მე არ განვიკითხავ არავის, უბრალოდ თუ არ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მთელი მოზარდი თაობა არის შესული ინტერნეტში. და აკვირდება ვირას საუბრობს. მე აქედან ხო მაგალითს რჩევას ვაძლევ რა. რჩევას ვაძლევ მოზარდებს, რომ გარჩიონ რა.
გაარჩიონ რა არის სწორი, რა არ არის სწორი, არც მე არა ვარ უშეცდომა, მეც რომ რაღაც აზრს დავაფიქსირებ, თუ სხვისი აზრი უფრო უკეთესია და მე უნდა ის გავიგო, მე ვსწავლობ იმისგან. და რქებით არ ვაწვევი ბოლომდე, მე ჩაძირულ გემს არ ჩავყვები დაბლა. გამიგე? მაგრამ ჩავყვები სიკეთეს ბოლომდე, სამარემდე ჩავყვები სიკეთეს და არანაირი ფულის გამო და არაფრის გამო თუ გემი იძირება, მოდი და გეტყვი რომ მიშველე იძირება, მოდი დამეხმარე. მოდი შევაკეთოთ, მოდი არ ჩაიძიროს. თუ ჩაიძირა კიდე ხო ეს გემი, გეტყვი რომ მოდი რატო ჩაიძირა, მოდი ამოვიყვანოთ, გავაკეთოთ, ისევ ფეხზე დავაყენოთ. რჩევა იკითხეთ, ერთმანეთს დაუდექით გვერდში. არ ვიცი რა, ეს რა გახდა ეს ბიძინა კი ბატონო, ბიძინა, მაგრამ აი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ რა. ხუდელი, რომელიც აი როგორ რა ვთქვა რა, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებ და მრევლზე და ინტიმურ ურთიერთობაში შედიოდა. ერთი წელი ვითომ დასაჯე და აუიმან მოინანია და ესე აღარ არის. როგორ მოინანია? ხუდელი, როცა ჯვრით გეხება, ღმერთით გელაპარაკება და თან ხელს გისმევს ინტიმურ ადგილებზე და თან როგორ შეიძლება ამის აღდგენა ისევ ეკლესიაში? და ადამიანი აქციაზე დადგა მღვდელი და იმის მოკვეთა. აი სად არის სიმართლე თქვენ საპატრიარქოში მითხარით? უბრალოდ მითხარით, როგორ დავიჯერო თქვენი სიმართლე. ეს მიქაელ ბოტყოველი რო ხარ, ეს ჯაღმაიძე რო ხარ, რატო აღადგინეთ ეგ პედოფილი მღვდელი, რატო აღადგინეთ? კი, მაგრამ ეგ საშინელება რატო აღადგინეთ? დოროთე ყურაშვილი უბრალოდ აკრიტიკებდა ამ ძალადობას, ამ ცემატყეპას, ყველაფერს. ეს მოკვეთეთ კაცი და პედოფილი აღადგინეთ. სად არის სიმართლე და ჭეშმარიტება? მითხარით უბრალოდ რა. აი, არ ვიცი. ყველა მხრიდან გვიტევს მტერი. და ჩვენი მტერი არის რუსეთი. აი ღმერთო რა, ერთი მანახე დამხობილი რუსეთი რომ ამოვისუნთქოთ ქართველმა ერმა. მეტი არაფერი არ მინდა რა. მეც არაფერს არ ვნატრულობ და მე აგერ თუ მინდა ეხლა უყურე 5 წელი მისრულდება მომავალ წელს. მაინც ერთი წელი მიწევს გაჩერება ბავშვის ოპერაცია და მე რეაბილიტაცია და უკვე მე შემიძლია რეგულარიზაცია მოვითხოვო აქ და ფრანგული საბუთი ავიღო. მაგრამ უარს ვამბობ ამ ყველაფერზე. უარს ვამბობ და მოდივარ, ჩემი სამშობლო მინდა, ჩემი ქვეყანა მინდა. სიზმრებშიც სუმანდა ვარ. უკვე ვეღარ ვიძინებ ღამე იმას, ფსიქოტროპული იმას რომ დამაძინოს. ძილი აღარ მაქვს, სულ ჩემ სამშობლოში ვარ, აზრებით, ფიქრებით, არც ამათი სიმდიდრე მინდა, არც ამათი ქონება მინდა. მით უმეტეს რომ კარგი ხალხია. ზრუნავენ ერთმანეთზე. აი პენსიონერს 1500 ევრო აქვს. მე ისა თუ ვინმე სახლი არ აქვს, სიცოცხლის ბოლომდე სახლს ქირაობენ. დაზღვევა რო გაგიკვირდათ იმ დღეს ეს წამლები. ხო, სამუშაო აქვს და იმ სამუშაოდან აჭრიან ამ დაზღვევის ფულს და ის დაზღვევა უხდით მე მედიკამენტებს და ოპერაციასაც ის უფინანსებს. არის რა კატეგორიები, თუ მაღალი, თუ აი დონეებია რა, თუ ჩაქცეული ხარ რაღაცა აქაც არის მასე რომ იხდი რა, ზოგი 17% იხდის წამლებში, გამიგე ფრანგი. მაგრამ ესე ჩემნაირი დაბალი ფენისთვის საერთოდ უფასოა, ამას სახელმწიფო მიფინანსებს, გამიგე? ისევ იმ ხალხის ხარჯზე. იმიტომ რომ ხალხი უმუშაობს აქ. რაც შეეხება ეკლესიას, აქ ეკლესიაში მიდიან მხოლოდ დღესასწაულებზე, ძღვენს მიართმევენ, აქედან უფალს ახსენებენ, მარტო დღესასწაულებზე. ვისაც წალი ეკლესიაში სასიარულოდ კაცო. და იქ დილი და საღამომდე შრომობენ, მარტო დღესასწაულებზე მივლენ, არც მღვდელს თავზე არ მოისვავენ იმის აზრებს. მღვდელი იმის ახალ ჩაატარო წირვა ლოცვა და შეასრულო ის პროცედურა და всё, შენ უფლება არ აქვს მე ზეგავლენა მოახდინო ჩემ ცხოვრებას. შენი ღმერთი შენს გულშია ადამიანო. შენ სახლში მოაწყე ერთი პატარა კუთხე, ხატი დაიდე, სანთელი დაანთე და იქ შეევედრე უფალს გულით. და შენ ღმერთი გისმეს.
ხო, მაგრამ ეხლა ვიღაცა ესეთი ვიღაცა პედოფილი მღვდელი და მივიდე და ხო იმათ ვარ დამადო თავზე ხელი და ღმერთმა შეგინდო იმათ ვარ მითხრა ისე ღმერთი არ ხედავს ჩემს სიკეთეს და ჩემს შენდობას ღმერთი ყოველთვის არის ჩემთან როცა მე სიკეთეს ვაკეთებ არავინ არ მოგატყუოთ დანარჩენ და შეცდომაში არ შეგიყვანოთ რა ეს ყველაფერი არის რუსული ფსბ-ს მიერ მართული ეს ვისაც მიყავთ ეს ისა რა საპატრიარქო პარადი ვისაც მიყავთ და ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იჭერენ ადამიანებს და ეხლაც უნდათ ეს მოზარდების დაჭერა ანუ გაზარდონ რუსეთუმეები და მალე წავა ლექციები აი ეს თუ უნივერსიტეტები შეერთდა ჩაინერგებიან შიგ ისეთი ლექტორები რომლებიც ოფიციალურად რუსეთში გაივლიან ტრენინგს და ყველა პატრიოტ მასწავლებელს და ლექტორს პროფესორს გაუშვებენ სახლში ფსიქოლოგიურად და ყველანაირად ხდება ჩვენი დაპყრობა. ჯერ ფსიქოლოგიურად ხდება. რომ შეგვაჩვიონ იმ ხელა წინააღმდეგობა რომ აღარ მიიღოს რუსეთმა. ეხლა რუსეთის ძალა არა აქ რო პირდაპირ მოვიდეს ეხლა და კიდე აღარ აწყობს რა ფსიქოლოგიურად ჯერ და ეს ფსიქოლოგიურად თუ ჩვენ ამას შევეგუეთ ჩათვალე რომ თუ ფსიქოლოგიურად შენ დაგიპყრო ვინმე მან დაგაშინა დაგაძაბუნა ხალხი ისე არის დამშეული, აი ვიღაცა რო შემოვიდეს, აი პირდაპირ გეუნები და აი რომ გადმოყაროს პაჭკებით ფული, ხალხი ავტომატისურობას კი არ დაუწყებს და იმასთან ბრძოლას კი არ დაიწყებს. ფულის ბოჭვას დაიწყებს, ხალხი ისეა დამშეული საქართველოში. ვის გაუსწარით ხალხო? ვის გაუსწარით? არ ვიცი რა ხდება ქვეყანაში, რა სიტუაცია გვმართავს ერთი კაცი, რომელიც ფულის შოვნის მანიით არის შეპყრობილი. მე ბევრს აღარაფერს აღარ გეტყვით რა ღმერთმა სიკეთე მოგცეთ რა არ შეგაწყეთ თავს მაგრამ დაფიქრდით რაღაცეებზე რა